მედიატური კახეთში ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა კახეთის რეგიონში მედის წარმომადგენლებს ის ობიექტები დაათვალიერებინეს, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით შეიქმნა ან გაფართოვდა. ჟურნალისტები ადგილზე გაეცდნენ შეღავათიანი აგროსესხების და ეკონომიკის სამინისტროს კრედიტებით დაფინანსებული ობიექტების მასშტაბებს და სამომავლო გაფართოებასთან დაკავშირებით მეწარმეების გეგმები მოისმინეს. დაფინანსებულ პროექტებს შორის არის როგორც მსხვილი, ასევე მცირე საწარმოები და ფერმები. მათ შორის შერეული მეურნეობები, მეღვინეობის, რძის პროდუქტების წარმოებისა და მეცხოველეობის მიმართულებით. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები იმყოფებოდნენ თელავის ნაგავსაღრელის ტერიტორიასაც, რომლის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. მდგომარეობით პროექტის ფარგლებში გაცემულია სულ 400 მილიონამდე სესხი და ჯამში 17,000 სესხია გაცემული სხვადასხვა მიმართულებაზე. დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა მიმართულება. ეს ეხება როგორც პირველად საწარმოებს, ასევე გადამამუშავებელ საწარმოებს. ამ კრედიტით, რომელიც იყო ძირითადად საშუალებებზე გამოყოფილი, თქვენ ნახეთ, შევიძინეთ ჩვენ ცისტერნები და ჩამოსასხმელი ხაზი დავაკომპლექტეთ დამატებით. ჩავთვალოთ, რომ თითქმის წარმადობა გაიზარდა ორჯერ. იყო თქვათ 2000 ქარხნის სიმძლავრე, ახლა გახდა 3500. დღეის მდგომარეობით ხალხი და სახელმწიფო, მეწარმე და სახელმწიფო გახდნენ მეგობრები, რომელიც რეალურად გვაფინანსებს. ეს ფული სესხად კი მოგცეს, მაგრამ ეს ფული არის ნაჩუქარი. ეს უნდა გამეკეთებინა მე ეს ფერმა, რაც დაგეგმილი მქონდა ალბათ 5 წლის მერე, 5 წლის წინ წავიწიებ.